საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საყოველდაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისათვის ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდებათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. ხაზგასმით აღუნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ეგრეთ წოდებულ კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანმრთელობის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე. ნიშნულოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას.